ქვიერი მუსლიმების coming out-ის წვეულება ცუდად დასრულდა, რადგან რა გასაკვირია, ინტერნეტმა დიდი ზიანი მიაყენა ახალგაზრდა გეებს, იმაში დარწმუნებით, რომ ისლამისტებს ისინი უყვართ, მაშინ როცა ჩვენ ვიცით სინამდვილეში რას აკეთებენ მათ. და ამ ახალგაზრდა კაცმა პირდაპირ შედეგები მიიღო ამის გამო, რადგან ფიქრობდა, რომ ინტერნეტში რაღაც უცნაურ ბუშტში ცხოვრობდა და შეეძლო დედასთვის გაემხილა, რომ გეია და ის უბრალოდ შეიყვარებდა და მიიღებდა, რადგან ასე ჰქონდა ნასწავლი. მოდით ნახოთ რეალურად როგორ რეაგირებს ის. კარგი, სიმართლე ისა, რომ მე გეი ვარ და ბიჭები მომწონს. მართლა? ხო. რატომ ხარ? რატო ხარ ეგეთი სახით? გმერთა ჩემო ჯაფარ. რა? ნუ გამაბრაზებ, ხა მართლა გამაბრაზებ. ძალიან განვიცდი ამას. რატომ? პირველ რიგში სევდა იმ ფაქტის გამო, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცით, რომ მშობრებისთვის გეიდად გამოცხადება ბევრისთვის დიდი ამბავია, განსაკუთრებით თუ ისლამისტურ გარემოში გაიზარდე. ეს ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება, რაც გეუბნებოდნენ, იმ რწმენებისგან თავის დაღწევა მოგიწია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის ყოველ 2 წამში კამერას ამოწმებს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ამ უზარმაზარ მომენტში იყოს, გულწრფელად რომ თქვა, შოკის მომგვრელია. მეორე რამ, რაც ამ ვიდეოში სულელური და შოკის მომგვრელია, ისაა, რომ რა თქმა უნდა ეს ბიჭი გეია. შეგიძლია? გულისხმობ, დედა ბრმა არის. ყველას შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს მამაკაცი ქალური და გეია. როგორც არ უნდა იყოს, მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მეირა ქეი ვარ, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოწერის ხილაკზე დაჯერა, რომ გაახმაუროთ ეს ვიდეო და ჩართოთ შეტყობინებები. ეხლა თქვენ უკვე პუშბექის მოძრაობის ნაწილი ხართ და ძალიან ვაფასებთ, რომ აქ ხართ. მოდით ვნახოთ, როგორ რეაგირებს დედა სინამდვილეში. ძალიან განაწმენებული ვარ. ეხლა თქვენ გამენაწყენით. ხო, მაგრამ მაინც. ვერ მივიღებ, ვერ შევეგუები ამას. უნდა შეეგუო. ეხლა ვერ შევძლებ. რატო? ეს სწორი არ არის. ხო, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ არის. შენ ვერ აკონტროლებ ამას. შენ ვერ აკონტროლებ ამას. უბრალოდ ასე უგზნობ თავს. და მე უკვე ეს ვიცოდი ბოლო 20 წლის განმავლობაში და ვიცოდი ეს. მე მხოლოდ ბიჭები მომწონდა. და ვიცოდი, რომ ეს შენ არ მოგწონდა. ხო, მაგრამ ამას ვერ მივიღებ. მაგრამ რა უნდა გავაკეთო? ეხლა შენ დამამწუხრებ. ვაუ. კარგი. სიმართლე ისა. მას ვერ იღებს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის რელიგიას. სინამდვილეში ეს მართლაც ეწინააღმდეგება ისლამისტურ რელიგიას. და ფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ბოროტი რამ, რაც ინტერნეტში მოხდა, არის ეს მოძრაობა მაგალითად ქვიერები პალესტინისთვის, ან ქვიერები ისლამისთვის, ან რაც არ უნდა იყოს. ახალგაზრდების დარწმუნება, რომლებიც მოწყვლადები არიან და ცდილობენ გაარკვიონ საკუთარი სექსუალური იდენტობა, რომ თითქოს ამ რელიგიაში მიიღებენ მათ. მოდი შემოგვიერთდი. მიგიღებენ. არ მიგიღებენ, ეს ფაქტია და ვიცით. და ეს დედა, რომელსაც აშკარად კარგი ურთიერთობა აქვს თავის შვილთან, შვილი კი ძალიან საყვარელია, რადგან საუბარი ძალიან ბუნებრივად მიდის და ის აშკარად გეია, მაგრამ წლებია არაფერი უთქვამს დედისთვის. ასე რომ ეს ალბათ რაღაცას გვეუბნება იმ სირთულეებზე, რაც ფონად არსებობს. მაგრამ ის ამბობს, არა, მე არ ვარ ასეთი. რატომ ფიქრობ, რომ ამას მივიღებდი? ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მე მჯერა. და ის პასუხობს, რა თქმა უნდა, შენ მაიძულებ, რომ გულნათკენი ვიყო. და ის ამბობს, საერთოდ არ მადარდებს, რომ შეიძლება გულნათკენი იყო. ეს ცუდია, რადგან მე არ მჯერა ამის, იმიტომ რომ მე ისლამისტი ვარ, ხომ ასეა? ეხლა შეგახსენებთ, ნოას სახე 19 წლის, რომელსაც წინ მშვიდობიანი ცხოვრება ჰქონდა მეთში, საფრანგეთში. და მაინც სხვა მაღრებელმა მამაკაცებმა ის ქალურად აღიქვეს. ამიტომ ის მოკლეს ლინჩის წესით. 2, როგორც ამბობენ, ინტეგრირებული მამაკაცის მიერ 20 და 27 წლის, რომლებმაც სასტიკად სცემეს მას, თან აგინებდნენ და ჰომოფობიურ შეურაცხყოფებს აყვირებდნენ პირდაპირ პლას-დე-ლა რესპუბლიკის შუაგულში. ევროპაში ცხოვრება უნდა დაეცვა ის ისლამური სისასტიკისგან, მაგრამ ასე არ მოხდა. მან 3 დღე კომაში გაატარა და შემდეგ სრულიად უმიზეზოდ გარდაიცვალა. გარდა არაცივილიზებული რელიგიური კულტურული რწმენებისა. რა მარცხია საფრანგეთისთვის? კიდევ ერთი სიცოცხლე დაიკარგა. კიდევ ერთი ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა ფანატიკურმა სისასტიკემ. სასიკვდილო ძირითადი პრინციპები ევროპელებს მიჰყიდეს როგორც ნორმალური, ზომიერი და ინტეგრირებული ცხოვრების წესი. ხედავთ, რომ ეს ამბავი უფრო ფართოდ რომ გავრცელებულიყო თუ ხალხს ეცოდინებოდა ამ ახალგაზრდა კაცის და კიდევ ბევრი სხვა კაცის ისტორია, ისინი ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. რადგან ეს არის ილუზიებში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის ისტორია, რომელიც ნამდვილად სჯერა, რომ ისლამისტები მას მიიღებენ, განსაკუთრებით კი მის დედას. ეხლა უნდა შეძლოს თუ არა, დედამ თავისი რელიგიური რწმენები გვერდზე გადადოს და მაინც შეიყვაროს თავისი შვილი. ფიქრობ, ის ისეთ ადამიანად გამოიყურება, ვინც მაინც უყვარს თავისი შვილი. არ ფიქრობ, რომ ის ამბობს, მაგალითად, გამოდი ჩემი სახლიდან, შენ საზიზღარო ბინძურო ადამიანო. არ ფიქრობ, რომ ამას ამბობს. უბრალოდ თითქოს ამბობს, რომ ამას ვერ მივიღებ. მაგრამ ისინი ამ ისტორიებს არ ისმენენ. ისინი ისმენენ, რომ დასავლეთი გძულთ, ან ისინი არ ისმენენ იმას, რომ სინამდვილეში ეს არის პრობლემა. დასავლეთი ძალიან წინ წავიდა გეების მიღების მხრივ. რაც ისევ და ისევ ვიცი, რომ ჩვენგან ბევრს რელიგიური თვალსაზრისით სხვადასხვა პრობლემა აქვს ამასთან დაკავშირებით. პირადად ჩემი აზრი ამაზე ესეთია. შენი სექსუალობა შენი პირადი საქმეა. ეს მხოლოდ შენია და არავის უნდა იცოდეს ამის შესახებ, არც შენმა დედამ.
შენზე არ ვიცი. მე ბევრ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც დედასთან დეტალურად საუბრობს თავის სექსუალურ ურთიერთობებზე. ეს ცოტა უცნაურია. ეს მხოლოდ შენია და შენი პირადი საქმეა. და შენ გაქვს ანგარიში შენს ღმერთთან. იმ ღმერთთან, რომელშიც თავად გადაწყვეტ რომ გჯეროდეს. და რასაც არ უნდა გეუბნებოდეს ის ღმერთი, რომელშიც გწამს, უნდა მოусმინო ან არ მოусმინინო მას, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც თავად იღებ. ჩემი პირადი აზრით ეს არავის სხვა საქმე არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ, ესეთი რაღაცები ჯერ კიდევ ნორმად არ ქცეულა. ეს ფართოდ გავრცელებული არ არის, რადგან თითქოს რასისტულადაც კი გამოიყურება ისლამისტების მიმართ, როცა მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ისინი ანტიგეი არიან, რაც უბრალოდ ყველაზე უცნაური ირონიაა. იმდენად, რომ რეალურად ესეთი ორგანიზაციები, როგორიც ეს ორგანიზაცია, საჭიროა. მე უმარჩევ ჩრდილოეთ ამერიკის ყოფილი მუსლიმების ჯგუფთან ერთად. ჩვენ უმარჩევთ, რათა დაუჭიროთ მხარი LGBT საზოგადოებას. ჩვენ ვიღებთ მათ, ჩვენ აქ ვართ და გვეამაყება ეს. ეს არის შესაძლებლობა გამოვხატოთ საკუთარი თავი, ვაჩვენოთ ხალხს, რომ ჩვენ ღიად და თავისუფლად ვართ ამ საზოგადოებაში. ეს ძალიან ცხელი და აქტუალური საკითხია. ბევრი ჩემი მეგობარი ამ ფარულად ცხოვრობს როგორც გეი, ან ცდილობს რომ ღიად გამოვიდეს. არავის უნდა კონდეს უფლება თქვას, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ხარ, ნაკლები უფლება გეკუთვნის. მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლები. საინტერესოა ეს რეკლამა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვარ გეების პოპულარიზაციის მომხრე, უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა სამყაროში რაღაცების მოსაგვარებლად. პირადად მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა საინტერესოა ის, რომ ისინი ცდილობენ თქვენ თითქოს საჭიროა მთელი ორგანიზაცია, რომელიც ისლამისტური თემის გეი წევრებს ეტყვის რაღაცა მსგავს. ხვდებით, რომ ეს ბრძოლაა და ეს მართლაც პრობლემურია. ისინი არ მიგიღებენ, მაგრამ არსებობს ადამიანების საზოგადოება, რომელიც მიგიღებს. გარდა იმისა, რომ ისინი ყოფილი მუსლიმები არიან, რადგან ეს ორი რამ ერთად არ მუშაობს, ეს ორი რამ შეუთავსებელია. ამიტომ არსებობს მთელი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ამ ადამიანებს უთხრას, რომ ეს შეუთავსებელია. მაგრამ რა უყოთ იმ ბავშვებს ისლამისტურ მოძრაობაში, რომლებიც ამ სექსუალურ გამოცდილებას გადიან და არც ყოფილ მუსლიმებზე იციან და არც ისლამის დატოვება აინტერესებთ. ის აბსურდული მოძრაობა სახელად ქვიერები ისლამისთვის არ წმუნებს მათ, რომ მიიღებენ. და ეს პირდაპირ საშიშია მათთვის. ეხლა რაც საინტერესოა ისაა, რომ ისლამისტები ამას არც კი მალავენ. ასე რომ ისლამისტების მიერ მართულმა ხუთმა სვეტმა აღშფოთება გამოიწვია LGBT თემებში. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო სახელწოდებით როგორ გავიაროთ LGBT პრაიდის თვე. არა როგორ თქვა ღიად რომ გეი ვართ, არამედ როგორ გავიაროთ ეს, რადგან ეს იმდენად დამთქმუნველია. ის დეტალურად აღწერს, რომ ერთსქესიანი რეკლამები ისლამში დაგმობილია და ლგაბუთია თემაზე საუბრები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად არის მოხსენიებული, რომელსაც მუსლიმური ოჯახები დასავლეთში აწყდებიან, ხომ ასეა? რადგან ეს პრობლემა სწორედ იმიტომ არის, რომ დასავლური საზოგადოების ნაწილი ამას თავს ახავს. და უცებ ყველა ეს ბავშვი აცნობიერებს, რომ ის როგორც მათ ექცეოდნენ, თუ ისინი ძაუდობის მსხვერპლი იყვნენ ან სხვა რამ, სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს. ეს არ არის ის, რაშიც ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ. და ისინი იკვლევენ საკუთარ თავს და შეიძლება აქეთ წავიდნენ ან იქით. შეიძლება გეი იყვნენ, შეიძლება ჰეტეროსექსუალი, შეიძლება ასე იყოს. ისინი იკვლევენ საკუთარ თავს. და როგორ ფიქრობთ, ისლამისტებს ეს განსაკუთრებით არ მოსწონთ და ეს კონკრეტულად ძალიან არ მოეწონათ. Lady Bird Books-მა გამოაქვეყნა Instagram-ზე ბედნიერი პატარძლის ფოტო, რომელზეც მუსლიმი ქალი ჰიჯაბშია გამოსახული. არ ვიცი, რამდენად უნდა იყო რეალობას მოწყვეტილი, მაგრამ საქმე აქამდე მივიდა. ისინი პირდაპირ ფიქრობენ, რომ დასავლეთი უკვე სჯერა ამ სულელ გეი ადამიანებს მუსლიმური ისლამის ტერორიზმის გამო, რაც არ უნდა იყვნენ ისინი. ისინი იმდენად არიან თავიანთ ილუზიაში, რომ სჯერათ თითქოს ჰიჯაბში მყოფი ქალი ამას მხარს უჭერს. აქამდე მივიდნენ. ასე უთხრეს მათ. ეს არის ის სურათი, რომლის ჩვენებაც მათ გადაწყვიტეს. ჰიჯაბში მყოფი ქალი თავის ცოლთან ერთად, რომელიც აშკარად უფრო მამაკაცური ტიპის ქალია და მათი ბავშვი და მათი ცისარტყელა. ეს არის მათი ყველა აქ მისაღებია. ყველას უნდა კონდეს თავისუფლება, იყოს ის, ვინც არის მიუხედავად იმისა, ვინ არის ან ვინ უყვარს. რამდენად სულელი უნდა იყო. სურათზე გამოსახულია მუსლიმი ქალი ჰიჯაბში, რომელიც ბავშვს ატარებს მეორე ქალთან ერთად. წარწერაზე წერია: ყველას უნდა კონდეს თავისუფლება, იყოს ის, ვინც არის. ისლამში ჰომოსექსუალური ქმედებები მკაცრად აკრძალულია. Lady Bird არის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბავშვო წიგნების გამომცემლობა და მის წიგნებს კითხულობენ ბავშვები 2 წლიანი ასაკიდანაც კი. იმის გარდა, რომ ჩემთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ ამას ბავშვებს ახვევენ თავს, ვფიქრობ ეს საშინელებაა. ეს სულ უფრო და უფრო მეტად ეხება რეალურ ილუზიას, რადგან ამ რელიგიებს შორის არაფერი შეესაბამება ერთმანეთს. ხო, ეს ჩემთვის ნამდვილად არ ნიშნავს თავსებადობას. როგორც არ უნდა იყოს, სულაგურია. როგორც აკეთებ, ისეთიც ხარ. მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.